გამარჯობა, მომავალი ტივის ეთერშია კობეს სახლი, მე გადაცემის წამყვანი ნანა ინჯგია გახლავართ. დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ დევნილთა პარტიაზე, გავეცნობით რა არის დევნილთა პარტიის მიზანი და ასევე იმ აქტივობებზე, რომელიც ამ პარტიამ განახორციელა. ჩვენ გადაცემის სტუმარი კი დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი მელა გულედანი გახლავთ. მოგესალმებით ქალბატონო მელა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში იმყოფებით. მომავალი ტივი აქტიურად აშუქებს პრობლემატურ თემებს, რომელიც დევნილებს და ზოგადად ამ მიმართულებით ხდება და ჩვენ გვინდა რომ ხარდაჭერა გამოგიცხადოთ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან გავხარდა, როდესაც გამოჩდით ასპარეზზე, რადგან დევნილთა პრობლემებზე ახლა უკვე მხოლოდ დევნილები ასაუბრებენ. მოდით დავიწყოთ ორგანიზაციაზე საუბარი, მე მაინტერესებს თქვენი ორგანიზაცია გავაცნოთ ჯერ მაყურებელს, როდის დაარსდა და რა წარმოადგენს ორგანიზაციის ძირითად მიზანს. ნანა, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა მივესალმო ამ წამოწყებას და ახალ ტელევიზიას, ასე ვთქვათ, მოსულო წარმატებები. და გადავიდეთ თემაზე, მივესალმო ჩვენს ტელემაყურებლებს და მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა ორგანიზაციაა ჩვენი ორგანიზაცია და რატომ გადავწყვეტეთ ამის ჩამოყალიბება. ჯერთი და უკვე 23 წელი გავიდა ფაქტიურად და დევნილთა პრობლემები ისევ აქტუალური არის ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროდ ამდენი ხნის განმავლობაში წელში გადატეხვაც ვერ მოხერხდა ჩვენი პრობლემების სახელმწიფოსთვის ისევ და ისევ პრიორიტეტი არ არის ჩვენი მოსახლეობა და დღემდე განსახლების პროცესი არ მიმდინარეობს ისე როგორც საჭიროა და რა თქმა უნდა კონფლიქტების მოგვარებაც ხედავთ რომ ჩიხშია შესული. თვითონ ეს ორგანიზაცია დაფუძნდა მაისის თვეში, 10 მაისს ჰქონდა ჩვენ დაფუძნებელი ყრილობა, დააფუძნეთ თავად დევნილებმა, სადაც 700-მდე დელეგატი მყავდა და აქტიური მუშაობა დავიწყეთ აგვისტოს თვიდან, ფაქტობრივად ახალი ჩამოყალიბებული პოლიტიკური ორგანიზაცია და რა თქმა უნდა პრიორიტეტი არის ჩვენთვის დევნილთა უფლებების დაცვა, კონფლიქტების მოგვარება და დევნილი მოსახლეობის პოლიტიკური გააქტიურება, მათი მოქალაქეობრივი აქტიურობის დონის ამაღლება და მონაწილეობა რა თქმა უნდა სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვაში და საჯარო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აქამდე შექმნა დევნილების მიმართულებით, კონფლიქტების მიმართულებით, განსახლების მიმართულებით, შემიძლია თავმოთ თქვა, რომ დევნილების მონაწილეობის ხარისხი ძალიან დაბალია. დაბალი იყო და სწორედ ეს კანონები და სტრატეგიები შექმნილია დისკრიმინაციულად და პირდაპირ თამამად შემიძლია თქვა, რომ ნამდვილად არიცავს დევნილთა უფლებებს. ქალბატონო მელა, ახსენეთ, რომ არ იყვნენ აქტიურად დევნილები ჩართული ამ პროცესში და თუნდაც იმაში, რომ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ რეალურად არანაირი გამოხმაურება ამას არ ჰქონდა და შესაბამისი შედეგები ვერ მივიღეთ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ის, რომ ასე აქტიურად არ იყვნენ ჩართული? იცით რა არის ჩვენი მთავარი მიზანი და ყოველთვის გვიხმობს დევნილებისთვის, რომ თითო ბრძოლას აზრი არ აქვს. ანუ აქ ჩვენ უნდა მოვახდინოთ დევნილების კონსოლიდაცია ჩვენი საერთო მიზნების ირგვლივ და რა თქმა უნდა ჩვენი პრობლემების ირგვლივ. თუ კი საერთო პრობლემებს ერთად წამოვწერთ და ანგარიშვალდებულ დასაწევ ძალას შევქმნით, მაშინ მოახდენთ საჯარო პოლიტიკაზე გავლენას და შედეგსაც მივაღწევთ. ანუ ეს პრობლემა არის დევნილებში სოლიდარობის პრობლემა და საზოგადოება დემორალიზებულია. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად თუ რა პირობებში ცხოვრობს ჩვენი ხალხი, როგორ გაუსაზრდით პირობებში და დღეს დევნილების აზროვნავი არის ფაქტობრივად თვით გადარჩენა და ორიენტირებულია თითოეული ოჯახი თვით გადარჩენაზე. და არა თქვათ რაღაც მაღალ მატერიებზე და მაღალ მიზნებზე უკვე ჩვენი ხალხი ასე ვთქვათ ვერ იცის ამაზე საფიქრებად და ეს პრობლემა არის სერიოზული პრობლემა, ამიტომ ჩვენ პირველ რიგში მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი ხალხი გაერთიანდეს ჩვენი პრობლემების ირგვლივ და ყველამ ერთად შევქმნათ გაერთიანებული კონსოლიდირებული ძალა, ჯანსაღი ძალა, რომელიც თავის სიტყვას იტყვის პოლიტიკაში და საჯარო გადაწყვეტილებებზე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენას მოახდენს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში ჩაერთვება, რასაც ქვია კონფლიქტების მოგვარება. დაგეთანხმებით ნამდვილად ერთად ყოფნა და ერთგვერდში დგომა ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონო მელა, მოდით ვისაუბროთ რა სახის აქტივობები განახორციელა თქვენმა ორგანიზაციამ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ დიდი ხნის დაფუძნებული, მე ვიცი, რომ სხვადასხვა აქტივობებს აქტიურად ატარებთ. გავაცნობთ მაყურებელს ეს აქტივობა. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც საოფისე მუშაობა, დევნილი ხალხის ოფისის პირობებში მიღება, ასევე გასვლელი კომპაქტური ობიექტების
ობიექტებზე, ჩასახლებებზე, რა თქმა უნდა, იურიდიული კონსულტაცია, უფასო, ასევე ადვოკატის ფუნქციების, ასე ვთქვათ, გაწევა დევნილებისთვის და ეს ის აქტივობებია გაშუქება პრობლემების და რომელსაც კონკრეტულ შედეგამდე მივყავართ. ძალიან ბევრი შრომისმგებლობა იქნა დაყენებული ჩვენი მხრიდან და კონკრეტული შედეგები მივიღეთ სამართლებრივი კუთხით, ანუ ჩვენ შრომისმგებლობის საფუძველზე აიწია დევნილ ოჯახებს საკმაოდ ბევრი დევნილ ოჯახს ქულა, ვთქვათ 0-დან 10 ქულამდე, ძალიან მნიშვნელოვანი 12 ქულამდე და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენი მუშაობის შედეგია. ანუ აქტიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, ძალიან კარგი. მიმართეთ თქვენ აფხაზეთის მთავრობას. და მინდა ახლა მაყურებელს, ვინც არ იცის, მე ვიცი რომ დარწმუნებული რომ ბევრმა იცის ამის შესახებ, ამ მიმართვის შესახებ, დეტალურად გავაცნოთ, რას ეხებოდა ეს მიმართვა და რას მოიცავდა კონკრეტულად. ანუ ჩვენ ანგარიში შევაფასეთ პარლამენტში წარდგნენ ანგარიშით, სამართლიანი ანგარიშით, შეგვიძლია ამათ თქვათ და თავმჯდომარის საუბრობს იმაზე, რომ ისინი თავის წვენში იხარშებიან, ეს არის ნეპოტიზმით გამსჭვალული წვენი, თავის წვენში შეგვიძლია ამაზე თქვა, ვისაუბროთ და ის რესტრუქტურიზაცია, ვთქვათ, ოპტიმიზაცია, რაც ხდება აფხაზეთის მთავრობაში, ეს არის ნამდვილად ვირტუალური და კარგად შეფუთული და დევნილ მოსახლეობა ძალიან კარგად იცის თუ რა პროცესებს აქვს იქ ადგილი და რეალურად ისინი იმყოფებიან ვირტუალურ სამყაროში, შეგვიძლია ამათ თქვათ, საერთოდ ვინ ვისაუბრება ბატონ თავმჯდომარეს, როდესაც ბოლოს ერთი განცხადება გააკეთა, რომ აფხაზეთის ისტორია და გეოგრაფია ახლიდან უნდა დაიწეროს და რომ გეოგრაფიაზე საუბრობს ვიად გაუგებარია, გეოგრაფიის ამდენი სახელით ჩვენ და ძალიან გვაინტერესებს, რომ გეოგრაფიაზე საუბრობს თავრობის თავმჯდომარე. ასე მთავრობის ხდომები მათი სასაცილოა, ფაქტიურად ბოლოს ხდომაზე იყო საუბარი იმაზე, თუ ესე იგი როგორ დაიცვან დაავადებებისაგან ფუტკრები და ცხოველები და სატყეო სამმართველოს რას სახელწოდება დაარქვან, ანუ ფაქტიურად ტერიტორიების გარეშე სანაპირო ზოლს იცავს სოფლის მეურნეობა და გაუგებარია საერთოდ რატომ უნდა იხარჯებოდეს ასეთ არ მიზნობრივად დევნილებისთვის ასე მნიშვნელოვანი თანხები, როდესაც შეიძლება ამ თანხებით წელიწადში სადღაც 150-მდე დევნილი დაგმაყოფილებიან ჩვენ საცხოვრებელი ფართით. ახსენეთ ქალბატონო ლელა, ვირტუალურად არიან და ეს ყველაფერი არის შეფუთული და ხალხმა ამის შესახებ ყველაფერი იცის. რაშია გამოსავალი, რომ ეს ხალხი ამ ვირტუალური მდგომარეობიდან გამოვიდეს და რეალურად გაიაზრონ ის პრობლემები, რაც აწუხებს დევნილებს. როცა ამდენი ხარჯები, თქვათ, ამდენი ფინანსები იხარჯება რაღაც მეასე ხარისხოვან პრობლემებზე. იცით რა არის? ხო შეიძლება ეს ფინანსების სწორი მიმართულებით წავიდეს და მოხმარდეს იგივე დევნილებს იმაში, რაც აწუხებს მათ დღეს რეალურად. სამწუხაროდ ისინი დევნილ ხალხზე არ ფიქრობენ, მათ დიდი ხანია დევნილ ხალხთან კონტაქტი გაწყვეტეს. მათი მიზანი მხოლოდ არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და თავიანთი ნათესავებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ფაქტიურად. მათი მიზანი არ არის, რომ აფხაზებს ელაპარაკონ, დევნილებს ბინები აუშენონ და ერთადერთი მიზანი ეს არის სწორედ, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და გადაარჩენონ სტრუქტურები და არიან ფაქტიურად იმ პოზიციაში, რასაც ქვია, ანუ დევნილების პრობლემების უგულებელყოფა, გულგრილად მიდგომა და საერთოდ ამ სტრუქტურებში მოტივაციაც არანაირი არ არის სამუშაო შესრულების მიმართულებით და ანუ პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ მათ არ ანაღლებთ, ასე ვთქვათ, დევნილთა ბედი. არანაღვლად შეიძლება ასე თავად ითქვას, იმიტომ თვითონ ძალიან კარგად მოწყობილებიც არიან. თავად შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ გონებაც აქვთ, პირობებიც აქვთ, უზრუნველყოფილიც არიან და დაბრუნების საკითხიც შეიძლება თავად ითქვას, რომ მათი მიზანი არ არის, ფაქტობრივად მათ აფხაზეთში მათ შეესრულებათ არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აფხაზები არ მიიღებენ და ფაქტობრივად არცაც ყოფს ალბათ შერიგება ჩვენ და აფხაზების.
ეს არის ნამდვილად სამარცხინო სტრუქტურები, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ამიტომ მათი მუშაობის პრინციპი უნდა შეიცვალოს, ის ხალხი რა თქმა უნდა შეიცვალოს ავტორიტარული მართვის მეთოდები, კომუნისტური მართვის მეთოდები, ვიზით იმართება ეს სტრუქტურები, იგივე სახეები, ანუ მან უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს რა თქმა უნდა და დაკომპლექტდეს მოტივირებული კვალიფიციური კადრებით და უნდა შეიცვალოს ფუნქციები ამ სტრუქტურების და ეს თანხები ასე არ უნდა იხანგებოდეს ნამდვილად და მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე არავინ არ ფიქრობს, ისინი რაღაც ინიციატივებზე საუბრობენ ხალხთან კონტაქტის გარეშე, მაგრამ ჩვენს ინიციატივაზე რატომღაც თავისი კაროდინას ირაფიმას პოზიციაში არიან, ანუ ჩვენ დავაყენებთ საკანონმდებლო ინიციატივები, მათ აქვთ უფლება და შეუძლიათ რომ ის კანონები, რომელიც ასე ზღუდავს დევნილის უფლებებს და თავისუფლებებს კანონპროექტები შეიმუშავონ და საკანონმდებლო დონეზე განიხილონ და თუმცა რეაგირება მათი ამ შემთხვევაში არ ყოფილა არც საფხაზეთის უმაღლეს საბჭოდან და არც მთავრობიდან, ანუ მათგან ჩვენ პასუხი არ მივიღია. როგორც ისინი სულ სხვა რაღაცას ძალიან პრიორიტეტულად. ბატონო ლელა, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე წუთი დაგვრჩა თქვენს მიმართვაზე, რომელიც სოზარ სუბართან იყო დაკავშირებული, სადაც საუბარია ოლიმპიური სოფლის ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდგომ გამოქვეყნებულ ქულებთან დაკავშირებით. მოდით განვავრცოთ ეს თემა და მაყურებელს კარგად დაგვიხსნათ, რისი თქმა სურს და რას ეხებოდა ეს განცხადება, რომელთაც მიმართეთ თქვენ სოზარ სუპერს. ანუ ეს არის რეალურად აქტუალური პრობლემა, რომელიც შეეხო დევნილებს ამ ბოლო პერიოდში. ფაქტიურად ოლიმპიურ სოფელს ჩვენ ჩავუსაფრთით იმ პერიოდში, როდესაც ძალიან ცხლად მიდიოდა განხილვა და მუშაობა დევნილთა სამინისტროში ამ თემაზე. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება ამ ოლიმპიურ სოფელთან დაკავშირებით. ბატონ მინისტრს აეხსნა საჯაროდ თუ რა კრიტერიუმებით და როგორ ახდენდა ქულების მინიჭებას დევნილთა ოჯახებისთვის და რატომ იცვლებოდა რაღაც ოლიმპიის ვადაში ნულიდან 10 ქულამდე ოჯახის ქულა, პირიქით 10-დან 0 ქულამდე როგორც ჩავთვალოთ. თავად ეჭვს ბადებს. რა თქმა უნდა ეჭვს ბადებდა და ეს საბაბი ნამდვილად იყო, იმიტომ რომ ქულისიები რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა, ფაქტიურად ბოლოს მე-4 სია დაიდო და თითოეულ სიაში კატასტროფული განსხვავებები იყო ქულებში და ამაზე ვითხოვდით საჯარო განმარტებას. ოფიციალური წერილიც მივწერეთ, მაგრამ სამწუხაროდ მათგან მივიღებთ შაბლონური პასუხი, რომ ამას კომისია წყვეტს, რომ ამას მიუწევს ბრძანება ამას არეგულირებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არეგულირებს ამას მიუწევს ბრძანება, მაგრამ ვითხოვდით უშუალოდ კომისიის გადაწყვეტილებებს თუ დინაწერდა ამას ხელს და რა საბუთების საფუძველზე ხდებოდა ქულების მინიჭება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით ძალიან კარგად, რომ ეს საბუთები იკარგებოდა, დევნილ ოჯახებს არ ყოლდებოდა საბუთები, ზოგს საერთოდ შეტანილი არ ქონდა და საერთოდ როგორ მიანიჭეს ეს, ანუ გამოდიოდა ხმები კიდევაც, რომ ასეთ სიტუაცია იყო და ამიტომ ოფიციალურ დოკუმენტებს ვითხოვდი ჩვენ ამის შესახებ, მაგრამ ბოლოს უკვე ისე გადანაწილდა ფაქტიურად ჩვენ მომჩილანი დევნილი იყო ბევრი დღემდე, ანუ ისეთმა ხალხმა მიიღო მოდის ხმები, რომ ვისაც ბევრჯერ აუღია. ანუ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც უკვე დაკმაყოფილებულები და მაშინაც ადრეც იყო პრივილეგირებული დევნილი, არაპრივილეგირებული, ფაქტიურად ეხლაც არსებობს და ოჯახების ხელოვნური დაყოფა მიმდინარეობს, რომ რაღაცა ისევე და იგივე ხალხს მიეცეთ ეს ბინა, მაგრამ არის რამდენიმე კატეგორია, ვისაც ნამდვილად ეკუთვნოდა, ჩვენ ვისაც შემდგომდა დაუყენეთ და ფაქტიურად ის ხალხი რამდენიმე ოჯახმა მიიღო ბინა და ის ქულა რაც ვისაც რეალურად ეკუთვნოდა კი ეს ხალხი არ დაჩაგრულა. ხალბატონ ლელა, საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენს ორგანიზაციაში აქტიურად არიან თუ არა ახალგაზრდები ჩართულები და აპირებთ თუ არა ახალგაზრდული ფრთის ჩამოყალიბება? რა თქმა უნდა, ახალგაზრდული ფრთა პოლიტიკურ პარტიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად მუშაობთ, ანუ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და სადღაც თვის ბოლოს უკვე გვეყოლება ჩვენ ძალიან კარგი, სერიოზული, მოტივირებული გუნდი და ეს მიმართულება ძალიან უნდა გავაძლიეროთ, იმიტომ რომ დევნილ ახალგაზრდებში პასიურობა მეტნაკლებად უფრო შეიმჩნევა, ვიდრე რა თქმა უნდა ადგილობრივებში ეს გამოწვეულია სწორედ ოჯახების სიმდიდრეებით, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით და
ამის ფონზე კიდევ კარგი მხარდაჭერა გვაქვს და არ ნერვიულობთ ამ მიმართულებით, რომ ჩვენ ყავს ახალგაზრდები გააქტიურებებიან პერიოდულად. კი, აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს ორგანიზაციას. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით. დროებით.